გამარჯობა, ეს მარტოობის 15 წუთია, დღეს ჩემი სტუმარია ლევან კვარაცხელია. მადლობა. გამარჯობა. მადლობა, რომ მომიწვიეთ. არა, პრიზ. გისმენთ. ჩემი პირველი კითხვა არის. ვინ ხარ მაშინ? სადავარ ის მითხარი ჯერ. სათხარ და მარტოობის 15 წუთი. შენ არ უყურე? მარტო უნდა ვიყო? მარტო უნდა იყო ჩემთან ერთად. შენ აი გაღარ გამოდის მარტო. ცოტა უნდა ჩავეძიოთ შენ სიმარტოვეს. სიღრმეებში უნდა ჩავიდეთ? კი. და შენ ეს იცოდი? პირდაპირ გეტყვი თავიდანვე რომ რესპონდენტად ყოფნა არ მიყვარს და არ ვარ კომფორტულად. და შენ კითხო რაღაცები? არა. უბრალოდ ილაპარაკე შენ თავზე, მე თქვენ არაფერს არ. მე ჩემ თავს კითხო? შენ თავს ელაპარაკე. ჩემ თავს თუ ელაპარაკე რაღაც მჭირდება. მაშინ მაცადე. დავჭერ მარტო აქ და მაშინ დამტოვეთ რა თუ შეიძლება. ოპერატორი რეგზე დატოვეთ და ვილაპარაკეთ. მაგარი გამოვა შეხოთაშორის. როდესაც საკუთარ თავთან ხარ მარტო. ნახე საკუთარ თავთან მარტო როცა ხარ, ბევრ რაღაც ისეთ რაღაცებზე ფიქრობ ალბათ რა. ძირითადად ფიქრობ ხოლმე. და არ ვიცი, ესე ვინ ვარ, იგივე ვარ, რა თქმა უნდა. მომავალზე ფიქრობ? წარსულზე ფიქრობ? წარსულზე არ ფიქრობ, კაი ხანია. რაღაც არ მეფიქრებ ამ წარსულზე, რატო უნდა ვიფიქრო, არ ვიცი. ადრე ხო ფიქრობდი წარსულზე? ხო, ესე ხა ადრე ყველა ფიქრობდა ალბათ რაღაცა. ადრე ყველა, ეხლა აღარ მინდა ხო, რაღაც როგორ ასაკში იცი, შეიძლება იმ პერიოდში თინეიჯერი რო ხარ და რაღაცა რო შეგიყვარდება და მე რაღაცები რო და შეიძლება მაგაზე ფიქრობ, რომ იქ რაღაცა შეცდომები დაუშვი და ისე რომ მოქცეულიყავი, ესე არ იქნებოდა და რაღაცები, მაგრამ ეხა უკვე არ ვარ მაგასაკში რა, რომ რაღაცა წარსულებზე და რაღაცებზე, მაგრამ ეგ ასაკზე შეიძლება არც არის, არ ვიცი. არ არის ასაკზე, მაგრამ ძალიან მაგარია. ჩემი თავიდან გამომდინარე მე არ ფიქრობ, რომ რაღაცა ეგრე რაღაცა წარსულზე უნდა ვიფიქრო, პირიქით. ძალიან მაგარია რა. მომავალზე, ახლო მომავალზე ვფიქრობ. ძალიან იქით რა. შორს არ იყო. არა ხო, რავი. და ადრე როდესაც ფიქრობდი, შენი აზრით რა, ეგ მაინტერესებს. ეხა ის სადგომია თავი? არ მაინტერესებს. არ თქვა პროფილი. არა, კაია პირიქით. სადგომია. მისწორდება, იქ რიგები არის ხოლმე და მეზარი ბანკში დგომა ხო. კაია რა, გავიაროთ რა. შენ თავთან მარტო დარჩენა გიყვარს? დიახ. მართლა გიყვარს? დაფიქრდი? ესე არ ხდება ხოლმე რომ მარტო ვარ სახში და ესე მარტო დარჩენა არა. რომ ეხა მოდი მომშორდით ყველანი და დამტოვეთ. აი კარგ აქვს. საერთოდ არ განიცდით. შეიძლება რომ დაგტოვოთ რა. დამტოვეთ რა მარტო ჩემთან. ხო და მაგას გეკითხა არა. არასდროს. დისკომფორტს არ განიცდის სიხალხის ქონია ადრე რაღაც პრობლემები ქონია და ხო რომ მიდიხარ უფრო რა ეხა ვიღაც ხო არ ეტყვი ხა ხასვის სახში რო ხარ დავტოვე მარტო არა მიდიხარ შენ სახში და შეიძლება კი აი რთული პერიოდები როცა მქონია და ეგ ფსიქოლოგიაშიც ეგრე არის ხოლმე და ბევრისთვის მიკითხავს და ეგრეა რა როცა ცუდად გრძნობ თავს, აი მაგალითად სამეგობროში ხარ სადმე რაღაცა გინდა ივენტს, ნებისმიერ ადგილას რა. ცუდად რო ხარ, არა, მასე არ გრძნობ თავს. ცუდად ხარ უბრალოდ და დგები და მიდიხარ და მარტო იმათთან გისწორდება, ვინც შენი სისხლი და ხორცია რა, ოჯახის წევრი ან რაღაც ეგეთი რა. და ეგ ვიკითხე და თურმე ეგ ყოფილა, ეგრე ყოფილა რა. აი ძალიან ცუდად თუ ხარ და არავის დანახვა თუ არ გინდა და გაღიზიანებული ხარ რაღაცა ერთადერთი ოჯახში გრძნობ კარგად თავს. ბევრჯერ ქონია ეგ რთული პერიოდები? ერთხელ. დიდი ხანი გაგიგრძელდა? სადღაც 2 წელი. და როგორ? ოღონდ კრიტიკული პერიოდი იყო 1 თვე რა. თავიდან ან რაღაცა რომ სწორ ადგილას მივედი სწორ ადამიანთან და ეგრევე მოგვარდა რა, მალევე. და რა პრობლემა იყო, ვერ მეტყვა? ალბათ რაღაცა, როგორ ვერ გეტყვი კაცო, ალბათ რაღაცა ისეთი
ზედმეტ გართობას მოსდევს. ჩვენ ხო ის ვიცით, აი რაღაცა ეს 90-იანების შვილები ვართ და აი ბევრი ჭამაც ხომ მაგიტო გვიყვარს, რომ რაღაცა ჭამეშვილო თორე მე სახში არაფერი მომთხოვო ხო არის. ანუ ეგეც იმაშიც ახლა გართობაშიც ეგრე არის, რომ მიდი ბოლომდე აი ხო აზე ხარის. არის რაღაც სპორტული ინტერესია თუ რა არის, არ ვიცი რა და ეგრე იყო ხოლმე რა, ეხლა რა. დიდი ხანი ცხოვრე ეგრე? აი ერთი რა გითხრა, ანუ ესე ძალიან ჩაჭერილად ერთი 3 წელი, 4 წელი. ო, ბევრია. ხო და მე ამან ენდორფინებს გართმევს. ხო, კი. და აი ეგ თუ გაინტერესებს, შემიძლია მაგაზე ვილაპარაკო. პროსტა არ არის ეს სერიოზული სახმელთო, ჩემგან ძალიან გაუკვირდებათ ეგ ეხა. რო გითხრა სიმართლე რა. ანუ ეგეთი ტიპის შეტაბილი რატო შეიძლება რომ რაღაცა პრობლემა ყველა ადამიანს შეიძლება კონდეს, თუნდაც გინდა იუმორის სფეროში იყავი და რა ის არ არჩევს იქიდან, რომ ეს ტიპი იუმორისტი ამას ის არ უნდა კონდეს დეპრესია, თუნდაც არ უნდა იყოს ეგრე არ არის რა. ყველას აქვს. იცი რომ ზოგადად ითვლება რომ ვინც არის კომედიაში, ის უფრო დეპრესიული ტიპია. ხო, აი მე მაგალითად კომედიას უყუროთ და ჩაუჯდეთ, ვერ უყურებ, ანუ არ მეზიზღება. აი იმენა ვერ ვიტან რა. შეიძლება პროფესიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სადღაც 20 წელი არის ამ სფეროში ვარ და თავიდან პირველი 10 წელი ალბათ ხუმრობების წერა მიწევდა და სცენარის წერა და აი წარმოიდგინე ყოველ დღე რომ იმაზე ფიქრობ რომ ხუმრობა როგორ გამოიყვანო რაღაცა სიმღერის ტექსტი დაწერო ესეთი ღადაობა ასე შეიძლება. აი სულ მაგაზე რომ ფიქრობს ტვინი მე გამომიმუშავდა რომ ანუ იმ რაღაცა უბანში და იმაში არ ხუმრობ რა და მე რაღაცა მოდიან მეუნებიან შენ რა სერიოზული ტიპი ყოფილხარ და ხო ელოდებიან შეგან რომ რაღაცა და მოდი აბა ისა სადაც ქორწილში ვიყავი და დათვრა მაგრად თამა და 502 სართულიანი ქორწილი იყო 500 კაციანი და ეხაო აქ იმყოფებაო ლევან კვარაცხელიაო და ეგო ნომერს შემოგთავაზებსო ეხაო და რა ნომერს მეთქი გავწითდი რაღაცა ანუ და მეთქი რა გთხოვთ ეხა რომ ანუ იმენა შემრცხვა რასაც ქვია რა იქ ეგონათ რომ თან მოლოდინი რო არის ანუ როგორი თემა იცი აი მოლოდინი არის ის რომ ეს ტიპი რადგან იუმორის სფეროშია ყველაფერი შეუძლია რა აი გიტარას დაუკრავს იმღერებს ნომერს შეფოკუს გააკეთებს ანუ არა ჩვეულებრივად მე მაქვს ჩემი რაღაცა კონკრეტული განხრა ანუ რამდენიმე რაღაც შემილია მაგალითად გადაღების კუთხითაც შემიძლია რაღაცები ვაკეთო და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ იუმორს რაც შეეხება, აი რაღაც სიუჟეტი გავაკეთო, რაღაც თემაზე მივიდე, კითხვა დავსვა და ეგ და ქორწილში ხარ ჩამომივლიდი ტიპებს და ღადაობას დაუწყებ და კითხვებს დაუსვავდი და რაღაცა კამერით ვივლიდი რა და ნუ ეგ რაღაცა ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე რა და რასაც მოვაყოლე ის იყო რომ აი ესე პროსტა სერიოზული ტიპი ყოფილხარ შენ მე ის მეგონე რა ქვია მოღადავე და ეხაც ეგ ეგონება 27-ზე რაღაცა ის არის რა არ მინდა რა ვისვენებ ხოლმე ხანდახან მაგისგან და ჩვეულებრივად ხა სიტუაციამ თუ მოიტანა რა თქმა უნდა მაიხუმრო აბა ეხა ხო აბა რა ისე არ არის რა შენ სტილში რა ხო, მაგრამ ის პერსონაჟი ხო ცალკე პერსონაჟია, რობერტო მავანი მე ეგრე უყურებ. ახლა მე შენ გიცნობ ცალკე როგორც ლევანს და რობერტო მავანი სულ სხვა პერსონაჟია, რომელიც მე ხო, არ არის ძალიან შორს ახლა ანუ მე რას ვიმისხობ რა რაღაცა პროფესიასავით არის, ხო, ის იმენა არ. ვიღაცებთან მიხვი და იხუმრო, რაღაცა გადაიღო, გააშუქო ეგრე რა. და აი იმ თემას დავბრუნდეთ, აი იმ დეპრესიულ პერიოდს როგორ მოერია. ალბათ ნუ ხო ენდორფინი. ხო, როგორ რაღაც ქონა გეტყვი ხა. დიდი რაღაცა ეს ძალიან არ გავშალოთ, მაგრამ მოკლედ გეტყვი რომ აი იქ რომ მივედი, სხვათა შორის ძალიან კაი სპეციალისტი გაიჩითა რა. თუ შეიძლება რო თქვა, ვიტყვი რა. გუგა არის სიხარულიძე. ძალიან ისეთი ტიპია რა, ეს რაღაცა ძალიან უშუალო. 5 წუთში გეუბნება რაღაცა რა დიაგნოზსაც და თვითონ დანიშნულებასაც და აი ძალიან მარტივად მე მითხრა რომ ანუ აქო შენი ფეხით თუ მოხვედიო ანუ კაიაო ეგო რა არაფერი პრობლემა არ არისო ტიპები ასე მოაქვთო რა და
ნუ ეხა ძალიან ისე რო არ გამოვიდეს. ხო, ნუ შენ ბევრად რომ არავის ჩაკეთება. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არის რა სიტუაციები, რომ ანუ მიყავთ და რაღაცა რა, ანუ ეგეთებიც ხო არსებობს, არა? და შენ როდის მიხვდი რომ შენი ფეხით უნდა მიხვიდე იქ? აი რაღაცა როგორი თემა იყო, იცი, მომბეზრდა რა, ეგ რაღაცა ისინი, რაღაცა ის. ეგეთი რაღაცა გართობა. ხო, არა, აი არ ვიყავი ეს ძალიან გადამკვდარი, მაგრამ პროსტა დრო იმდენი მიდიოდა იმაში, რომ რაღაცა ჩემ თავს არ ვაქცევდი რა, ალბათ ყურადღებას და სულ რაღაცა აი მუშაობა რაღაცისთვის, ვიღაცისთვის რაღაცაში და მე ისა რა ქვია, პარასკევი, შაბათი, კვირა რაღაცა გაერთო, მე ისე, ანუ რაღაც მივხვდი რომ რაღაცა ერთფეროვანი იყო. რუტინაში ხარ. ხო, რაღაცა ერთი და იგივე და მე რომ გადაუწყვიტე და შევეშვია რაღაცა ზედმეტად რაღაცებს, მე უფრო გეწყება რა, რაღაცა პერიოდის მე 1-2 თვის მერე. მე იცის. ხო, და მე მივხვდი რომ თან რა იყო, იცი, რა დავამუღამე, რომ აი სამეგობრო ვინც ყავდა გარშემო. ხო არის რაღაცა იქ ხანდახანებით, რა ქვია, მოტოებით რაღაც ტურში მივდიოდით ხოლმე ექსკურსიებზე, რაღაცეებზე. კიდე იქით სხვა სფეროში რა. და მე კიდე მივდიოდი ერთი და იგივე ადგილას რა. და მე დავიწყე როგორ რაღაცა იცი, არ მისწორდებოდა იქ ისევე ხა იმ სამეგობროში. და თავი ანუ ძალით დავაძალე ცოტა ჩემ თავს, რომ აი ხა მოდი ეს გავაკეთოთ, წავიდეთ რაღაცა ექსკურსიაზე, მოტოებით, რაღაცა ვნახოთ, ის დავათო. ანუ სხვა ცხოვრებაც არსებობს რა, ესე ვთქვათ რა. და მე ამას ეხა ძალიან ისე მე რაღაცა ის გადმოვიტანე არა. იყო რაღაცა პრობლემა, დისკომფორტი ვიგრძენი და მოაგვარე რა ისეთი არაფერი რა. ხო, შენ საერთოდ ისედაც მე მგონი ნებისყოფა გაქვს ძლიერი ხო, კი, აი ხო ეგ ხო დაიწყო ეგ ეტაპი. მე რაღაცა საქმეს უფრო მივხედე, რაღაცა სტუდია გავაკეთე ჩემი, ეხა დღესაც ფუნქციონირებს ძალიან კარგად, ანუ ხალხიც არის დასაქმებული, მუშაობთ, პატარა ჯგუფია და წლებია უკვე ესე არის რა. და რაღაცა დამოუკიდებლად ვარსებობთ რა. და ეგ მაგის დავსახურება, ეგ თავშიც არ მომივიდოდა მაშინ, რომ მე ხა რაღაც ჩემი რამე სტუდია მქონოდა და ანუ ერთ ეტაპზე იყავი. ხო, რა, აი რაღაცა ესე ჟარგონულად რო ვთქვა, ბუქსაობ რა. ხო, და რაღაცა ეგ დაბალანსდა და ეხაც ჩვენივრად, რავი, ერთობით კიდეც და ყველაფერი რა. ნორმის ფარგლებში. ოღონდ ეს არ ხდება რაღაცა ისე რა, ქიმიურად, ანუ ჯანსაღად ხდება და მართლა ხდება რა, რაღაცა სპორტშიც ქონია დაჟე წარმატება. ჩვენმა YouTube-არ ხმა ეს მოიგო ფეხბურთში YouTube ლიგა, მაგრამ აი როგორ წარმოვიდგენდით რა, ანუ ეგეთი ეგ ძალიან ბედნიერები ვიყავით მაგითი რა, ანუ ამას ესე ხო ვერ მიიღება რა, რაღაცით, ხო ვერ იყიდი. ხო. რაღაცა ვიშრომეთ, ვიწვალეთ, ვივარჯიშეთ ფეხბურთი ვაფშე, ანუ არ ვიცოდ ფეხბურთის თამაში. აი ბოლო პერიოდში ვისწავლე. მე რო გაგიცანი მაგ პერიოდშიც რაღაც ფეხბურთი მაქვს და დაგირიყო ფეხბურთი მაქვს მოგწევ. მეგონა რომ მეთქი ფეხბურთელი უნდა და რა გამოსულიყო. არა ხო ამას, აი პროსტა ლიგა იყო. ესეთი ის იყო რა, და ეგრე რა. ხო და რაღაც ახალი ისინი მოდის რა, ანუ ჩვეულებრივად ცხოვრობ რა, როგორც სხვები და რაღაცა იქ ერთი და იგივე თემაში არ ახარ და ეგ თან შე ბუნება გიყვარს მგონი ძალიან ხა? ეგრე არა, სხვათა შორის ბუნებაც როგორ არ მიყვარს და ეხლა უბრალოდ იმას გადავერთეთ რა, რაღაც ოფროუდი და თან შენი პატარა კნოპკა მანქანა რასაც დადის. ძალიან კაი მანქანა, ყველას ურჩა. სუბუქია რა და მაგის ხარჯზე. და მაგითი შანსი არ არის თან გადმოტრიალების, ხო? დალიფტული ყავს და განზე გაქვს ცოტა, არა? ხო, დავამატე ეგენი. და მე ნაკლები შანსი გაქვს. ნუ შედარებით ხო. მაგრამ ისიკო, ისე. შენ მანქანასთან შედარებით გადმოყირავების შანსი არის. ხო, მაგრამ შენ ის რო გაქვს ხრეში ვიტკერდ რა ქვია, ხავოიანი რო გაქვს. ეგ იცი როგორ მინდა მეც ჩემსაზე. ხო, არ ვიცი რო ვიყიდე დასხმული იყო. აი როგორ მანქანების თემაზე გადავედი. ხო, იცი რატომ მოწონს, იმიტომ რომ ალბათ ნაკაწრები საერთოდ არ ეტყობა შენსაც. არა, ხო, სულ რაღაცებს ვედები და. ჩემსაც ძალიან ეტყობა.
ეთყობა უკვე? კი. მე რო დაეთყობა მე დაასხი და ბარემ ბოლომდე. ხო, კი, რა პრობლემაა. ისე ბევრ შენ სტრესში დადი ხარ? მე სოფრაუძე დავდივარ და მაგიტო გითხარი, იმიტომ ახალი ძალიან მაგრამ ეს. არ ვიცოდი. მე მაინტერესებს შენი პერსონაჟი. პერსონაჟს ვეძახი მე რა. შენი ნაწილია ეგ, იმიტომ რომ არის არსებები და შენში რო არ იყოს ეგ, მაგრამ ცალკე ტიპია რობერტო მამანი. ხო. როგორ დაიბადა? როგორ დაიბადა? რავი, რაღაცა გზა და გზა რა. რაღაცებს ვაკეთებით, სიუჟეტებს, წავედი ერთხელ გადაღებაზე მოვედი. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა რა. სახელი და გვარი რა? ესე დაიბადა რავი. რა სახელია? სახელი და გვარი რობერტო კავალის პაროდია რა. მართლა იჩვიცარდა მბატონი. რატო იცი პირველი სადაც ვიყავი არის ისა Mercedes-ის Fashion Week-ი იყო, მეგონი სოფოჭყონია ატარებდა. ეხაც არის ხოლმე მგონი, თუ არ ვწდები რა, არის ხოლმე მე მგონი. უბრალოდ მეგონი აღარ პიარდება. ერთხელ აქაც ვიყავი. რა? შაურმა როჭამე. სუნისა სუნჯადგა. იცი რა მაინტერესებს? აი ამ შაურმა იყო ბევრი ხახვები. აი ამ გამაღიზიანებელს, სხვა ხალხისთვის გამაღიზიანებელ რაღაცებს რო ჩადი. ხო. და თან ზუსტად იცი ადამიანების ნერვულ სისტემაზე როგორ იმოქმედებ და როგორ იმოქმედო და რა დოზით და რა როგორ გააკეთო. სხვათა შორის არ ვიცი ეგ ხა ესე რა. აი მაგმიზნით არ მივდივარ. რომ ანუ მარ დედას ფიცავარ. ეგრე გამოგდი? აი შენ ხომ იცნობ. კი. დიდი ხანი არა, ხო ვიცნობთ ეს, ანუ ხო არა ვარ ეგ ტიპი, რომ აი რაღაცა ნერვები ვიღაცა. არა, ჩემთვის უჩიჩხინო და რაღაცა. ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და ისეთი. ხო, წყნარი ადამიანი. ხო, ეგეთი ვარ, მაგრამ ნახე ხა როგორი მე რა მაღიზიანებს და რას ვერ ვიტან რა. ადამიანი ზემოდან რო გიყურებს აი შეიძლება შენ არ გიყურებს, მაგრამ იქ იმ სიტუაციაში იქცევა რომ რაღაცა ვითომ ვიღაცაზე მეტია, რაღაცა არის და походу იმ პროდუქტს თუ რასაც თავაზობს მე იმ მომენტში იმ ივენტზე იქნება ეს თუ რაღაცა მე ვაპარაკება თუ რასაც აკეთებს რა. ანუ რითიც არის ეს ადამიანი. ანუ ის რომ უხარისხოა თან ზევიდან ბანძობა და კიდე ტიპს გონია რომ ვიღაცა არის რა ეს და ეგ მაგის ქიდან ჩამოგდება მიყვარს. და პლუს კიდე როგორ ახერხებ? მართლა აგდებ ყველას? არა, ესე ანუ მართლა გამოგდის რა? არა, მე რაღაცას არ ვიგონებ. ეხა აი მან არის ხოლმე რომ მომენტი არის ხშირად, რომ აი ტიპები იძახიან რა აი შენ ვიღაცასთან მიდიხარ და ანუ ეს როგორი თემა იცი? მე მართალი რო არ ვიყო დაუშვათ რა რაღაც დონეზე მაინც აი რაღაცა 75%-ით მართალი მაინც რო არ ვიყო ანუ ის პროდუქტი მოკვდებოდა რა აღარ იარსებებდა იმიტომ რომ ანუ ეხა ვიღაცასთან ვისაც არ ეკუთვნის და შენ მიდიხარ და რაღაცას ისეც უკეთებ დაუშვათ მკითხვით იქნება ეს თუ რაღაცა ანუ არ მიიღებს მაგას ხალხი და всё რაღაც ანუ ვის მოეწონება შენ თუ სულ არასწორ რაღაც შეიძლება რაღაცა 1000-ში ერთხელ რაღაცა შეგეშალოს, მაგრამ ეგეც მაგას გამოასწორებ ხა ყველასთვის მოსაწონი პროდუქტი ვერ იქნება, მაგრამ ნუ რაღაც დონეზე მართალია რა. და იმ ხალხსაც ეგ უსწორდება, რომ აი რაღაცა იმათ ხმას ვამბობ პირდაპირ ვიძახი რა, რაღაცა შელამაზების გარეშე და ეგ მაგრაევასებად რა. ხო, მაგრამ რამოდენიმე ადამიანია. აი რომ გავდივარ ხოლმე რაღაც აი ძმაკაცურად მესალმებიან და ეგ მისწორდება რა, ვიღაცა ისე რა, მეგობრული სალამი არის ხოლმე და არა როგორც ვიღაცა სელებრიტს რო შეხვდებიან, ეგრე არ არის რა. აი ესე რა, უშუალოდ ხალხისგან ეგ ის მოდის და ეგ მაგრამ მისწორდება რა. ანუ მართლა ეგ არის რა, არავინ არავიზე მეტი არ არის ხა თბილისში და საქართველოში. სად არის ეგეთი ცხოვრება რაღაცა ვარსკვლავური და ის აი რაღაცა ხო და აი მაგ ვარსკვლავს რო იწყობენ ცოტა ნერვები გეშლება ალბათ რა თავის ეკუთვნის ბაზარი ხელოვნურ გამოგონილს გულის ხო თუ ეკუთვნის კი ბატონო ანუ ეხა მაგალითზე ვიძახი რა ის რა ქვია კვარაცხელია მაგალითად ხო ეგ მეთქვა პროსტა მე რომ მეთქვა ცოტა ის გამოვიდოდა მეც რომ კვარაცხელია ვარ გინდა თუ გინდა მიქაუტაძე იყოს ანუ ეგენი ვარსკვლავები არიან ეხა რაღაცა იქ
ისეთ იმაში თამაშობენ. არიან რაღაცა მომღერლების კატეგორია, რომელიც ვარსკვლავები არიან. საქართველოში ვიძახი რა, მაგრამ ეხა ეგენიც კი ხო ხდები არ არის რა ეს ის რაღაცა რავი, საქართველოს მაინც სხვანაირი ქვეყანაა, პატარაა, თბილისიც პატარაა და ყველას იცნობს და არავინ არ არის არავიზე მეტი და ნაკლები და ვიღაცები მაგას რო ცდილობენ და მე შენ ამას რაღაცა ბუდეს რო აშენებენ და შენ რო ცოტას მოანგრევ, ხალხს უსწორდება რა. და ისე საქართველოში აი რა არის შენთვის აი ეს რამოდენიმე ქართველების პრობლემა. აი ხტები რა მენტალური ოღონდ რა აქედან ამოდის ძალიან წერან 22-იან დისკებზე ვლაპარაკობთ ხო? ქართველების პრობლემა აი რა გაღიზიანებს ჩვენ ერში რა? ჩემი აზრით გულწრფელები არა ვართ რა. ჩემი აზრითაც. ბოლომდე ეს იმის ბრალია ალბათ რა, ძველი წარსულის ბრალია რა. აი წარსულზე ხო არ დარდობოდა რაღაცები. ანუ მე ჩემ წარსულზე იმდენად არა, უფრო რაღაცა დანატოვარია ეს რაღაცა საბჭოთა კავშირმა იმუშავა მაგრად მაგაზე რა, რომ აი რაღაცა არა ვართ რა. ერთმანეთთან გულახდილები ვართ, აი უშუალო ურთიერთობაშიც. უშუალო ოჯახებშიც კი არ არის ესეთი გულწრფელი ესენი რა ურთიერთობები, ანუ ისე ბოლომდე გახსნილიც არ ახარ, სულ რაღაც ცოტა შებოჭილი და ეგ ის არის რა, ეგ გავლენა ალბათ რა, რაღაცა დაგვრჩა კიდე და ჩემ თაობაში და ახალ თაობაში ნაკლებად არის ცოტა და შეიძლება ანუ გამოსწორდეს, მაგრამ ეხა ჩვენ ხო ჩვენი რაღაცა პრიზმიდან უყურებთ ქართული რეალობიდან, მაგრამ ხო არის სხვა ქვეყნები. შეიძლება იქ ვაფშე უარეს პრობლემები იყოს რა. ანუ მე ზოგადად რაღაცა ესე მთლიანად ერის ერთი პრობლემა არ ამგონია ეს რაღაცა იყოს. მე უბრალოდ ზოგადად ვიძახი რომ ყველა ერისთვის კარგი იქნებოდა ეგ რომ გულწრფელი იყო რაღაცა კეთილი იყო და ესეთი რა თორე. მე ძალიან მეშლები მაგალითად ქართველებზე გლობალურად ყველა ქართველზე ნერვები, რომლებიც ამბობენ რომ აი მარტო საქართველოში თუ მოხდებოდა, მარტო საქართველოში თუ მოხდებოდა, ეგრე არ არის რა. მინიმუმ რავი 10 ქვეყანა მაინც უნდა გქონდეს ნანახი იმისთვის რომ თქვა რომ მარტო საქართველოში, იმიტომ რომ არ იცი სხვა ქვეყნებში რა ხდება. ხო, არ იცი. ანუ მე მგონია რომ ჩვენზე ძალიან ბევრი ანუ ცუდი რაღაცები ხდება ალბათ ბევრ ქვეყანაში და კარგი ხდება უკეთესი რა ეხა სხვაგანაც, მაგრამ ჩვენ ვართ აი რა როგორ გითხრა რა რაღაცა სადღაც მე ძალიან მომწონს რა ზოგადად ვერ ვიტყვი ესე უარყოფითად რაღაცებს, იმიტომ რომ როგორ აიცი ისიც არის, ესეც არის, ისიც არის რაღაც აი ცოტა არეულ-დარეული, აი სხვადასხვა აი ჩვენ ხო რაღაცა გზა გასაყარზე ვართ რაღაცები, ანუ იქიდან მოყოლებული ის რაღაცა კოდები ალბათ რჩება რა, იმისი რაღაცა, იმისი ის. უბრალოდ ერთ რაღაცას მოვაშორებდი მე რა, აი იმ საბჭოთა კავშირის რაღაცა ჩარჩოებს და არაგულწრფელობა მაგან მოიტანა. ხო. თორე, ანუ რეალურად შენი პრობლემა, ანუ მე შენ დაგეხმარა ხომ და ვიცოდე რა პრობლემა გაქვს. და ამას ზოგჯერ არ ამბობენ ტიპები რა. და რაღაც საკუთარ თავში დამალულია და მე ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, ის რა ხვდები. ჩემი აზრით ჩვენ ალბათ სხვა ქვეყნებიც სხვის აზრს ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას ადამიანები და სხვა რა სიტყვის. და ეგ წარმოიდგინე რამდენი უფლება გერთმევა ავტომატურად, როდესაც ფიქრობ იმაზე ის რა არის, რაღაც სოციუმის ნაწილი რა თქმა უნდა იყო და ეს ტიტუელმა კი არ უნდა ირბინო გარეთ, მაგრამ სხვის კომფორტელი არ უნდა შეუშალოს. ხო, რა თქმა უნდა, რაღაცაზე უნდა თანხმდებოდ, მაგრამ მე ვიძახი რომ აი გულწრფელობაზე და მაგაზე რა, ხო უნდა ვიცოდე რომ რაღაცა და არ ამბობენ რა ადამიანები. ეს რაღაცა ანუ ნახე რაღაცას
მიზეზი ხომ უნდა იყოს ამის, ესე იგი რაღაც მიზეზი არსებობს და ალბათ ის რაღაცა ძველი ჩარჩოების თემაა, რომ ვიღაცა რამაზე რა სიტყვის. ფობია გაქვს რამის? ფობია. ესე არ მახსენდება. რაღაცა გველის მეშინია თუ არა, ხო ეგეთი რაღაც კითხვა. ნებისმიერი ხო? ანუ შიშის თემები. აი ადრე რო რაღაცა პრობლემების და რაღაცა ნევროლოგიური ისინი. მაშინ იყო რაღაც ფობიები, მაგრამ კონკრეტული არაფერი რა. ცოტა პანიკები ხო ქონდა, პანიკური შეტევები. კი, ქონია. მაგას ახასიათებს ხო? ქონია, კი, რაღაცა ერთი მახსოვს ის არის, რა ქვია, დეპერსონალიზაცია ქვია რა. მეც კი გამიგია. ეგ არის რომ ისა რა ქვია, რომ უცებ კაც და ეს არის რა, ერთი 10-15 წამით წხდები ყოველთვის. ხო რა, ანუ ჩათვალე რომ აქ არ ახარ. და სად იჩთები? აი, ბევრი კითხვები გიჩნდება, რომ სადავარო იძახი რა. ერთხელ მომივიდა ეგ და აი პანიკური ისინი თურმე რაზე ყოფილა ქონდა? რა, ერთი რაღაცა პატარა. ფაზა. არა, რაღაცა ის არის რა. რომელსაც თავის კონკრეტული პრეპარატი გააჩნია და მე აღარ გაქვს. მართლა ეგრე მართლა. ანუ ზუსტად მაგ რაღაცა შეიძლება მაგ ოჯახის რაღაცა ისინია რა პრობლემაა რა კიდე რომ რომელსაც რაღაცა კონკრეტული წამალი აგვარებს. აი კლაუსტროფობიის ამბავი გქონია მაგ პერიოდში? რომ აი სული გეხუთება აქ არ შეგიძლია და გავედი. ჰაერზე უნდა გავიდე. აი მაგალითად მანქანა გამიჩერებია ხოლმე და 1-15-20 წუთი რაღაცა სულად ყოფილვარ და მე წავსულ ვარ. ანუ ვერ მიტარებია მანქანას რო ვერ გავატარე, ანუ ვაფშე ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ ნუ ეთყობა ყველაფერი აქედან არის რა. კი. და არის რა, პერიოდი არის რა. მაგას ჭირდება, როგორ გითხრა და თან მე როგორ ვიცი, რომ აი რაც მითხრა, ერთადერთი ვერ დავიცავი ის, რომ ღამე ძილის მოგვარების ამბავი რა. ეგ ხო იცი თუ რა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ხო, ერთ-ერთი ის არის, მაგრამ სხვა დანარჩენი ყველაფერი მივყევი და რა ქვია აი ბოლო ის იყო, რომ სიგარეტსაც კი დავანებე თავი რა, რაღაც 3 წელია. ეგ ძალიან მაგარია, თან შენ 20 წელი ეწავა. ხო, 20 წელი ეწეოდი კი. სანამ მოვიდოდი ლაპარაკეთ მაგაზე. ერთბაშად უნდა დაანება ხო თავი? ხო, ეგრევე. ანუ აი ის ხო ტრუხა თუ ტუფტა აი. ხო, და 3 დღე რო გავა, უკვე უმარტივესია მე. ეხლა მე გეკითხები შინაგანად ოღონდ რა, რისი გეშინია? ფობიაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. აი რისი შიში გაქვს? მომავალში ან უშიშარი ვარ. რაღაცის აი მე მაგალითად მეშინია რომ ჩემ მშობლებთან ვერ მოვასწრო სითბოს გამო ხატვა ბოლომდე და რო ამაყო და ასე შემდეგ აი ვერ მოვასწრო რაღაცები მაგას. დროში იძახი, დროში რო ვერ მოვასწრო, რომ ხო, აი მაგის შიში აღარ იქნებიან მაგ. ხო, ეგ მეც მიფიქრია მაგაზე კი. მაგრამ ეგ შიში არ არის. აბა რა არის? ანუ შიში რა მაგის გეშინია? კი. და რასაკეთებ? მაგ დროს. უბრალოდ მაგაზე გეფიქრება. მეშინია. შიში არ არის. აი ეს ფიქრი, ძილის. ანუ რას გიშვება? შიში ხო რაღაცას გიშვება. არ მაძინებს. შიშიც არ გაძინებს. ანუ შენ მაგაზე ფიქრი არ გაძინებს. თუ წამომიხდა ეგ ფიქრი. ხო და ეგ შიში არ არის. ეგაა ცუდი ფიქრები. რასაც შეგიძლია რომ მოაგვარო რა, ჩარევი. შენ ფიქრებს აკონტროლებ? არა, რანაირად. აბა როგორ მოვაგვარო? თუნა უთხრა იქ მიხვიდე. ეს ადგილას. ხო და ეგენიც მეტყვიან ფიქრების კონტროლი როგორ ვისწავლო. პოზიტიურობის არა, კი გეტყვიან, არა. მედიკამენტოზი პრობლემა არის ის, რომ ვერ იძინებ შენ რაღაცა ცუდი. ანუ მეც მქონდა ეგ, რომ რაღაცა ფიქრები მაწუხებს, რომელიც არ მაძინებს რა. ხო. ტვინს როცა უნდა დავწვე და მეძინოს, რაღაცა რომ დავწვევი 15 წუთში, ნახევარსაათში ხომ დაიძინო. და რაღაცა ტვინს მიჭამს, ანუ ეგ უბრალოდ პრობლემაა, შიში არ არის.
ეგ არის ცუდი ფიქრები რა, უარყოფითი. კაი, დრაზე გაქვს ხოლმე ესე სამომავლო. ქონია კი, რავი, ეგეთი ქონია. აი, რავი, ავცდილობ რომ არ გქონდეს რა. ხო და როგორ ახერხებ ეგ ინტერესს? დაჟე ისეთი ფიქრიც გქონია, რომ ეხლა რომ დავიძინებ, რომ ვერ გავიღვიძო და რაღაცა ეგ სისულელე. სისულელი. რაღაც მომენტში დედას ვფიცა ვარ, ტრანსში გავსულ ვარ, რომ აი უცებ თითქოს მივხვდი, რომ შეიძლება მართლა მოვკვდა და თითქოს განვიცადი სიკვდილის მერე რა ხდება. სიცარიელე უცებ. არ ქონია ეგ მომენტი? ხო, ეგ სიკვდილის შიშია. ეგ შიშია, ხო. ეგეც გაქვს სიკვდილის შიში. ყველას აქვს უეჭველი. ანუ პროსტა ანუ შიში ეხა ესე ხო არ ვივლის არა ეხა ასე რომ გადიხარ და ეხა არ მოვკვდე აქ და აი ვიცილოთ ეგრე არა ანუ გეფიქრება რომ სადღაც ადრე თუ გვიან ის არის და ამიტომ უნდა იცხოვრო ისე რომ რაღაცა არც ძალიან როგორ გითხრა რა არც ძალიან მომავლის ფიქრებით დღევანდელი დრითაც უნდა იყოს ცოტა ისე რა. წარსული მე მგონი დებილობა. რაღაცა კაი მოგონებები უნდა წამოიღო და ვსა. როგორ გითხრა, უბრალოდ გამოცდილება უნდა აიღო წარსულიდან, რომ რაღაცა სკილები მოგემატოს თორე. არ მგონია რომ მაგაზე ბევრი ზედმეტი ფიქრი რამე შველოდეს, პირიქით არის ხოლმე ყოველთვის. ეხლა თუ ყავს გამოგდა ესეთი შეკითხვა. დიახ. სუპერ ძალა რო გქონდეს, რომელიც ძალა გექნებოდა? ოპა. სუპერ ძალა. ხო, რომელიავა ჩამომითვალე ეგ ძალები დაახლოებით. აუ, რამე რო გამომრჩეს, რომელიც შენი ბედის წერა. არა, უშავს მიგეტყვი. დროში მოგზაურობა. ადამიანების გონებაში ჩაძრომა. იმის გაჩენა, რაც გინდა, რომ გაჩნდეს უცებ. ტელეპორტაცია. ხო. კიდე დამეხმარეთ. უჩინარი რა იყო. მაგნიტური? მაგნიტური? მაგნიტო რო იყო. კიდე ტელეპორტი მაგარია. აი, რასაც გინდა რომ ესე გადაადგილო. ტელეკინეზი. შენ მარველი ხარ? იცი? რატო იცი ამ ტელეკინეზი რა იყო? სხვების სრულების ასრულება რა შეძლო? ანუ ის ფერიერო ის პონტი რა იყო რა? რა იყო ველაფერს აჩენდა რასაც უნდათ და რაც გინდა. ალბათ ტელეპორტია ყველაზე ისეთი რა. მაგრამ ეგ სუპერ ძალა არის? ხო. შენ შეგიძლია რომ გადახვიდე გადმოხვიდე, ხო? ხო. ოღონდ აი ვიზუალიზაციას აკეთებ რა ეხა ხარ ტოკიოში ამ წუთას და დროც დაამატე მაგას. მომენტ ეგეც შეუძლია წარმოვიდგინოს. სადაც მინდა და დროში რა. და გაასწორებს ეგ ორი ერთად. არა მაგარი კომბო. მაგარი კომბოა ხო? +90 90-იანების სუფრაზე რო წარმოვიდგენ თავს. ოღონდ უკვდავი უნდა იყო მაგ დროს რა. და უკვდავი უნდა იყო და წარმოვიდგინე 3 ხო ერთად და წარმოვიდგინე ეხ სადაც გინდა რომ გადახვალ, გადმოხვალ, ვისთანაც გინდა მიხვალ. ხო, მართლა მიხვალ გაიცნობ, გარდაცვლილ ვიღაცა ძალიან ფანტასტიკაა, просто ბაზარი არა. ეგ ვის არ უნდა? არ მოგბეზდება რანაირ. რა, გზაში ყოფნა მოგბეზდება? მე ბიზნესად ვაქცევდი. სად გზაში ყოფნა, ეგრევე იქ ახარ. მე ბიზნესად ვაქცევდი. ხელს მოკიდებდი ტიპს და ვეწყობდი. 10000 მომეცი. აი 10000 ცოტა ავი. ეგრე შეგიძლია რომ წაიყვანო ეგ მეოთხე სკილია. არა, ჩემი წესებია. ვივლიდი მარტო. ჩემი წესებია და მე ვიგონებ რომ შემილია. მოკიდე ხელი და წავიყვანე სადღაც. ის პორტალების ტურიზმი განავითარა უცებ. რუსებს წაიყვანს და აბა მოდი გადაგიყვანოთ ეხა თქვენ რო არიყავით მაგ დროს. მაგ ადგილას. ეგრევე პირველი პუტინს მივხედავდი. ვეტყოდი რომ წინასწარ. ხო. დედამის არ დაიბადებოდა საყვარელი. ეხა მითხარი, სად ხედავ შენ თავს? აი მაქსიმუმი, სადაც აი ხა გართქვა რომ არ წარმოგიდგენია. სადღაც რაღაცა წერტილი არის, სადაც აი გონია რომ ეს არის ფინიში, აი აქამდე მივიდე და ამის დედაც. აი კაი, გეტყვი ეხა. მე ესე რაღაცა კონკრეტული რაღაცა ესე ლიანდაგივით რაღაცა გაჭიმული რაღაცა მიზნები არ მაქვს.
ვისახავ ხოლმე რეალობასთან ახლოს რაღაცა ისეთ მიზნებს რა. აი ძალიან ისეთი ზოგი შევა მატერიალური იყოს, ზოგი რაღაცა ისეთი იყოს, რაღაცა აი მაგალითად სახლი უნდა ავაშენო ან ვიყიდო და თუ თქვი ეგ ძალიან აი არ მოვისვენებ და აი მაგას გავაკეთებ. რაღაცა აი ეს მაგალითად სუპერულად თქონდა რა იცი? მე ვასებდა მაგრად მოტოები რა, ბავშვობიდან. და აი როგორ გითხრა რა, აი პირველივე შესაძლებლობისთანავე, აი ხო დებილობა რაღაცა არის რა, მაგრამ просто ისე ვიძახი, ან მშობლების ფულით და რამე კი არა. პირველივე შესაძლებლობაზე ჩემივე ხილფასით და მაქსიმალურად რამხელა კრედიტით შეიძლება და აი იმითი ეგრევე ეგ მიზანი ავისრულე ძალიან მალე რა. რომ ეგ რაღაცა რომ მინდა ის უნდა გავაკეთო რა უეჭველი რა და ეხლა ეგეთ ისეთი მიზნები არა მაქვს ეხლა რაღაცა როგორ გითხრა რა მინდა აი მილიონერი გავხდე და რაღაცა სასტუმრო ავაშენო და რაღაცა არ ვიცი რა კარიერაშიც როგორ გითხრა ეხლა ქართულ რეალობაში კი ძალიან მინდა ეხლა მაგალითად 100,000 გამომწერი YouTube-ზე და ეგეც იქნება აი როგორ გითხრა უფრო მინდა რომ მეტად პროდუქტიული ვიყო და აი ამდენი წელია ხო რაღაცას ვაკეთებ და მინდა რომ რაღაცა სიახლე მოვიფიქრო ისეთი რომელიც კიდე თავიდან რაღაცა მუხტს მომცემს და აი როგორ აიცი რაღაცას დიდი ხანი რო ვაკეთებ ცოტა იმაში გადაგდის რა ეხა კიდე ახალი რა უნდა გავაკეთო კიდე ახალი რა უნდა გავაკეთო ანუ ერთ ფორმატში რო ხარ აი მინდა რომ რაღაცა აი რამე გავაკეთო ისეთი რა როგორიც დაუშვათ მავანის თემა იყო თავიდან ეგეთივე რაღაცა სხვა ხო ხდები აი ბევრი იდეა მაქვს და ამის განხორციელება მინდა მაგრამ ნახე რა იმას ხდები რა ბარიერს ხდები ხო ამბობენ რომ ფინანსური ბარიერებია რომ რაღაცა პროექტები აკეთო თუნდაც აი მქონია მაგალითად რამდენჯერმე სერიალის გადაღება მინდოდა რაღაცების გაკეთება მინდოდა როგორ აიცი გარდა ფინანსურისა რაც ძალიან ჭირს საქართველოში ეს ფინანსური რესურსების მოძიება მეორე არის ადამიანური რესურსი რა ეგ უფრო ჭირს ძალიან რთულია დიდი ანუ ამ სერიალებს და რაღაცებს ხო ჭირდება დიდი სტაფი ამის რაღაცა ერთი მასში მოქცევა და მართვა და აი ურთულესია რა აი ვინც აკეთებს აი პროსტა შევდივარ იმათ მდგომარეობაში რომ აი ჩათვალე შენ ცხოვრება უნდა გადადო გვერდზე რა და ეხლა რასაც ვაკეთებ ის შედარებით მარტივია იმიტომ რომ ვიცი მის კეთება რა და რთული არ არის ანუ დროც მრჩება რაღაცა შეიძლება რაღაცა დიდ რაღაცას ვერ ვაკეთებ გინა ფინანსურად გინა ის ნუ რაღაცა ჩემ თემას მივყვები რა მაგრამ აი არ ვიცი მინდა რომ რაღაცა მუღამიც გამიჩნდეს რაღაცა გუნდიც შეიკრას ისეთი რომ ყველას რაღაცა ინტერესი ქონდეს აი მაგ რაღაცებზე უფრო მეფიქრება რა ანუ ეგეთი მიზანი მინდა მქონდეს მაგრამ რო ვაკვირდები ძალიან რთულია რა რაღაცები გაკეთებულა საქართველოში მაგრამ აი როგორ გითხრა რა ბოლომდე ვერ მიდის ხოლმე რა ანუ რას ვიძახი იცი შენ უნდა იშრომო 10ჯერ მეტი 10ჯერ ნაკლებ ფულს გააკეთებ მაგ 10ჯერ მეტ შრომაში და ნუ აი არ არის რა შესაბამისი არ არის რა ახლოსაც არ არის მართლა ხო მაგრამ რაღაცა შეიძლება რა რაღაცა გააკეთო და რაღაცა ის წამოვიდა რა
მარტივი რაღაც მარტივია შედარებით პოდკასტი ალბათ, ხო? და ვერ გეტყოდი, ჩემთვის. ბევრს აქვს სხვათა შორის, რატო? არ ვიცი. აი ხა მაგალითად შენ სერიალი გააკეთო, შეგიძლია? არა. ხო, რამდენი შენ ხო მსახიობი ხარ? რამდენ აი ხა მაგალითზე ვიძახი რა, მე მიმუშავია ძალიან ისე დიდ რეიტინგულ სერიალებზე სცენარისტად რა, მე მარტო მავანის თემა მანამდე ბოლოს მივხვდი მაგას, რომ რაღაცა მეც უნდა გამოვჩდე, თორე სცენარისტი რაღაც პონჩი იჩაგრება რა. რაღაც პონჩი კი არა, ყველა პონჩი. ანუ იქ რაღაცა ვისი ტექსტია რა არის, ყველას მაგრა კიდია და ამიტომ რაც ქონდა მე რაც შემეძლო იუმორის თემაში, მეთქი უნდა გამოვჩდე, რომ რაღაცა გავაკეთო, ვიღაცა მიც, ანუ ხო. რაღაც პონჩი ძალაა ეგ რა, შენთვის და შეიძლება რომ აი ესე პროსტა გაგიშვან სამსახურიდან და სხვა სცენარისტი აიყვანონ. ხო ხტები, ანუ ეგ ხო და როცა სახე ხარ, აი ტელევიზიის პერიოდს ვიძახი რა, როცა სახე ხარ, ეგრე მარტივად არ არის. იმიტომ რომ იქ ვიღაცა იტყვის რომ აბა ისაც წავიდა ხვაზე ხა, ანუ ეგ მაგრა ჭრის აქ რა და რთულია რა და პოდკასტი შედარებით მარტივია. მაგრამ მაგასთან შედარებით იქ ხა წარმოედგინე, უნდა ემუშაონ ჩვენ რო სცენარს წერდით, მე იქ რაღაცა ის მიდიოდა რეჟისორთან, მე რეჟისორი დგამდა ამ რაღაცებს, მე გადაღება ცალკე. მე რაღაც სცენარში ცვლილებებიც ხო მალმალე უნდა გქონდა. იქ უკვე ხანდახან ისე შეცვლილა ხოლმე, რომ მოარგო ავია. ანუ მარტივი ხო არ არის ხა რაღაცა ისეთის გაკეთება რა. ძალიან დრამატურგობა როცოდა. ანუ არა ვარ მაგ დონეზე არა. დრამატურგი ძალიან ფასობს. რთულია რა, იმიტომ ხა მე მარც შესაბამის განათლება არაფერი არ მაქვს. უბრალოდ მე ვარ ანუ სცენარები მიწერია, ასე ვთქვათ და ბოლო დროს აღარ მიწერია, უკვე ძალიან დიდი ხანია, იმიტომ რომ YouTube-ზე აი დიდათ არამართლებს წინასწარ დაწერილი, არამართლებს არ უსწორდება ხალხს. წინასწარ დაწერილი სცენარი. ეხა აქაც აი მე მაგალითად რომ მივიდე, სიუჟეტი გავაკეთო წინასწარ დაწერილი ხუმრობებით. აი ვიღაცას დავინდორ და ეს უნდა უთხრა, იმას დავინდორ, ეს უნდა უთხრა. ქონია და ვერ ანუ როგორ გითხრა, ვერ მიმხვდა რა ხალხი. რომ ის არის, რა ქვია. წინასწარ იყო ის დაწერილი რა. მაგრამ ზოგადად რავი, ანუ არ უყვარს რა, YouTube-ის მაყურებელს არ უყვარს ეს დადგმული რა. აუ ხარა კითხოს, რა ერთი კითხოს დამებოდა, კაი? კი, რა პრობლემაა. აი მავანის პერიოდში, როცა იყავ, აი ბუმი იყო, ეხაც რა ვიცი, მავანის ვიდეოები. კი, არა, აი ძალიან ადრე ეხა ბევრი მეუნება, რომ ისო რატო აღარ ჩანხარო და ეხა უფრო რეიტინგი აქვს თან. просто რაღაცა სხვა კატეგორია უყურებს ეხა და მაშინ მე აღარ მიგდეს, მე ადრე სულ მიგდა. აი სულ მიგდა. არა და subscriber-ები რაც ქონდა, ეხა რაღაცა სპონსორს ვაბარებთ ხოლმე ნახვებს რაღაცებს, სადაც 7 მილიონამდე ნახვა ქონდა ვიდეოებს და აი ხა ამ ქვეყანაში ვიდეოებს ეგრე რო აქვს ნახვები. ხო და აი მაგ პერიოდში ან ეხლაც აი რამე ყოფილა ისეთი შენი თუნდაც კითხვა დასმული ან ტიპი ცოტა გადისული. ხო ხტები? ჭყალებში ვამბობ ხო. რაც მე გინანია, იმიტომ რომ მივხვდი რომ შეიძლება ეტყინა ძალიან. ანუ აი ზედმეტი მომივიდა არ გქონია აზრს. ვინმესთან? სხვათა შორის მაგას ვაკონტროლებ ხოლმე და ეგ კონტროლდება, ჩვენი ხო პირდაპირ ეთერი არ არის. თუ რამე მე ზედმეტი მომივიდა, შეიძლება მაგარი ხუმრობა იყოს და დაგენანოს, მაგრამ თუ ჩემი მხრიდან ზედმეტობა და არასწორია, აუცილებლად ქათი რა, იჭრება. ანუ შანსი არ არის. აი რაღაცეები არის ხოლმე ხა ძალიან ისე მაგრამ აი იავნათ რო აი 100%-ით რაღაცა ცუდს თუ აკეთებ და აი შენ აი ყოფილა ეგეთი მომენტი რომ აი რა პოლიტიკასაც ვაკეთებდით და მაგალითად ყოფილა ეგეთი მომენტი რომ
ქალი ცოტა ხანში შესული პოლიტიკოსი რაღაცა იქიდან წამოვიდა და მეც უპასუხე, ანუ მე არ მესულა ესე და უპასუხე, მაგრამ რო შევხედე ვიდეოს რა იქ მასალას აი როგორი გამოვიდა, იცი რომ აი ქართულ თემაში რაღაცა ქალს რო ცუდად შენზე ასაკით დიდს რაღაცნაირად ელაპარაკები, короче მე არ მომეწონა ჩემი თავი რა მაგ მომენტში და მოვჭერი რა. რა თქმა უნდა, იქ დამთავრდა ის სიტუაცია, ხო? ანუ მე შეიძლება იქ რაღაცა ოდნავ ზედმეტი მომივიდა. გაქვს შენ შესაძლებლობა რომ მე ეს რაღაცა გადახარშო და იქ უკვე ის დატოვო რა. ეხლა ზოგჯერ 2 საათის მასალიდან 5 წუთი რჩება ხოლმე და შეიძლება ეგეთები ამოჭრა რა. ხო, აი იმის გამო შეიძლება ძალიან რეიტინგული ყოფილიყო ეგ მომენტი და მოეჭრათ და ეტარებინათ იქით. იმის ადგილს დააყენა უბრალოდ თავიდან ალბათ, არა? ხო, ეგეც არის და საზოგადოების პონჩიც რა, რომ აი ძალიან ისე, ანუ უნდა გაითვალისწინო ხა რა არის რა ხა. და კიდე რას ვიძახი, იცი რომ მაგას კიდე იმიტომ აკეთებ, რომ შენ ეხა მე მაგალითად რა იდეა რაც არის ამ გადაცემის არის ის, რომ ვიღაცა გიყურებს. ხო? შენ ანუ მომავალი თაობა გიყურებს, შენგან მაგალითს იღებს და ასე შემდეგ და შენ რაღაც დონეზე ანუ იმისთვის ხარ, როგორ გითხრა რა, მასწავლებელი კი არა, აი რაღაცას უცვლი აქ ტიპებს. იმ რაღაცა შენი ქცევებით, შენი სიუჟეტში მოქმედებით და ასე შემდეგ და ანუ ცუდს რო აკეთებ არ არის რა ესეთი, ანუ არა მართალ რაღაცას რო აკეთებ, ანუ ცუდ მაგალითს რატომ მიცევი რაღაცას. ხო, რა თქმა უნდა. მაგიტო თორე იმის კი არ მეშინია რომ მე ვიღაცა შეიძლება გამამძოს და ასე შემდეგ და რაღაცა, ანუ უბრალოდ მაგასაც ვითვალისწინებ, ასე თუ ისე რა, ეხა 100% შეიძლება ვერ გაითვალისწინო ყველაფერი. ისე ყოფილა რომ შენზე აი საკაიფო რაოდენობით ყოფილა ცუდი კომენტარები ვთქვათ ვამბობ, შენი ლანძღვა, ისა შენ ყოველთვის ყავს შენი მაყურებელი და იმენა ფანები. ლანძღვა ყოფილა რომ ლანძღვები ვიდეოზე არის. აი ვიღაცებზე კონკრეტულად არ გულისხმობ რა, ანუ არის რაღაც ორ ნაწილად იყო დაყოფილი ადამიანები რომლებიც ლანძღავენ რო პოლიტიკური თემები როცა იყო, მაშინ იყო და მოქმედებს მაშინ იყო უფრო ყველაზე მოქმედებს ეგ რა, ანუ მაგას თუ არ აკვირდები, რავი, აბა არა, მოქმედებს ეხა ამა რატო დამიწერა ესეთი რაღაცა. ნუ არის იქ ყოფილა აუარდნილ ვარ 1-2 ჯერ, მაგრამ 1-2 ჯერ ბოლოს რაღაცა თემა იყო, ტიპმა ფოტოზე დაწერა რაღაც კომენტარი რა, ცუდი. და უბრალოდ რაღაც იმ მომენტში თუ ნერვები მოშლილი ვიყავით რაღაცა და უპასუხე რა. მე მივხვდი რომ აი რას აკეთებ, ანუ რა ბლოკ და მორჩა ბლოკე რა, ანუ იმას ვერ აუხსნი შენ ვერაფერს რა. ანუ ფოტოზე ტიპი რო რაღაცას დაგიწერს, ანუ რავი, ანუ ფოტოა. შენ ქმედებაზე ხომ დაწერო, აი ფოტოზე პროსტა რატომ არ დაწერო რაღაცა და ნუ იყო რა, ვიღაცას შეიძლება მაგრად აღიზიანებ. მაგრამ ეგეც ეგ არის რა, ანუ ყველასთვის ვერ იქნები ახლა, აი სხვა არა რაღაც, ანუ ვერ იქნები, შანსი არ არის, ანუ ეგეც უნდა იყოს, ანუ ვიღაცას რომ მოწონხარ, აუცილებლად იქნება იმ ვიღაცა, ვისაც არ ევასები რა. ხო, მაგრამ ის ენერგია რო ყოფნის, რომ დადგეს და კომენტარი წეროს, რომ მე ვიღაცა თუ არ მევასებებ, იქ უნდა ამოუშვას იმან რა. იმიტომ რომ ნამდვილ ცხოვრებაში ვერაფერს ვერ შვება. იქ უშვებს იმ ბოლს. აბა ეხ წარმოიდგინე რო არის ხოლმე რაღაც აი რო შედგებიან ხოლმე ვიღაცებს, აი სიგიჟე ხდება იმენა. აი როგორ იცი რომ აი გადაულიან, გადმოულიან, ანუ რაღაცა აი შეიძლება მარტივი ესეთი რაღაცის გამო რა. მაგრამ ეგრეა რა, ეხა რაღაცა არ ვიცი, აი იქაც Facebook-ია უფრო ეგეთი სოციქსელი. Facebook-ი და TikTok-ი ალბათ. რომ ყველას აქვს და იქ უკვე აი რაღაცა
ბრბორო გადაგივლის იმენ რაღაცა. კაი, რა TikTok-ი არ მაქვს. შენ გაქვს ალბათ. TikTok-ი მაქვს მე იმ ხრივ რომ ვიდეოები უნდა დავდო იქ რა, მოკლე მონაკვეთები. ამ პოდკასტს აქვს, მაგრამ მე პირადად არ მაქვს. პირადად? არ ვსკროლავ რა. TikTok-ს მეც არ ვსკროლავ. ერთადერთი უფრო აქეთ ხო Instagram-ი. Instagram-ი კაია. Facebook-ი იმენა ცუდი ამბების ხო, უარყოფითი ის არის კი. მეც მინდა რომ არ მქონდეს, მაგრამ სხვა გზა არ არის. მეც ეგრე ვარ. ყველაფერს მან ხო. იმიტომ რომ საქმის ამბავში ეგ არის, ან მან უნდა დადო. მან უნდა რეალობაც ეგ არის ქვეყნის ახლა რა. ცუდი რაღაცები უფრო ბაზრდებასავით, არ ვიცი. ეგრე ხდება ხოლმე და ეგ ნეგატივიც რაღაცა კაი რაღაცა იმდენად არ აქვს ხოლმე ნახვე კარგს რა. მე მაგალითად ვიღაცა ანუ ძალიან ჩაჭერა ვიდეოებს, ძალიან თუ ასაზრდები რაღაცა იმას უფრო აქვს რა. ოღონდ ახლა დაუმსახურებლად ნახდათ ანუ არ შეიძლება. რა აზრი ვიღაცებს ჰქონდათ რაღაცა მცდელობები, რომ რაღაცა ვიღაცა ქუჩაში მისულიყვნენ ვიღაც ტიპებთან, ვაფშე უცნობებთან, იმათთვის რაღაცები ეღადავათ და ანუ ეგ სისულელეა. ეგეთი YouTube ვიდეო იყო. ტიპი რამე თუ არ წარმოადგენს, რამე თუ არ გააკეთა, რამე მიზეზი თუ არ მაქვს, ხმე შენთან მოვიდე და რაღაცები გითხრა, ანუ რა სისულელეა. რა სწორად გაიგეს ხო რაღაცა, ეგონათ რომ აი ზოგი არის რომ აი შე რო ხალხს ეღადავები მე ხალხს არ ვეღადავები ანუ ვიღაც მავანის უფრო ჩაჭერა კონკრეტულ ადამიანებს ვეღადავები ხალხს არა აი ხალხს რატო თორე ბაზარი არ არის რა დააშავა ვიღაცამ არ გეღადავები არა ხო რავი რა საჭირო ხო რავი საღადაო არაფერი არ ნახე არ გაქვს შენ საღადაო ხო არაფერი მაგრამ ცოტა ხანში გამეღადავება ალბათ ოფროუდზე ერთად რო წავალთ აი ნახოთ. ძალიან დიდხნიანი პოდკასტია ხო ეს? ხო. ამიტომ დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ხო, აბა კარგად იყავით. აბა. Пока.